ცხადია საქართველოსიც ვისაუბრებ, მაგრამ პირველ ყოვლისა გაგაცნობთ უკრაინის კონტექსტში შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების განწყობას უკრაინის მიმართ. შეერთებულ შტატებში ჰარის X-ისა და ჰარვარდის პოლიტიკური კვლევების ცენტრის მიერ 1 ოქტომბერს ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად დემოკრატების 72% და რესპუბლიკელების 73%, ანუ ამომრჩეველი იგულისხმება, მოქალაქეებზეა საუბარი, ხარს უჭერს უკრაინის იარაღით მომარაგებას და რუსეთისათვის სანქციების დაწესებას. დემოკრატების 71 და რესპუბლიკელების 86% მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ეკონომიკურ სანქციებს. დემოკრატების 76% და რესპუბლიკელების 86% ასევე ფიქრობს, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთისაგან ნავთობის ყიდვა და სანაცვლოდ ის შეერთებული შტატებისაგან უნდა მიიღოს, შეიზიდოს. დემოკრატების 55 და რესპუბლიკელების 66% ფიქრობს, რომ იმ ქვეყნების მთავრობები, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობსა და გაზს ყიდულობენ, ტარიფებით, საბაჟო გადასახადებით უნდა დაისაჯონ, რაც ადასტურებს. ეს ამბავი ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა შეერთებულ შტატებში ახლაც არის უკრაინის მხარეს, უკრაინას უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და ეს დამატებით რასაკვირველია აძლევს სტიმულს, დამატებით აძლევს არგუმენტს პრეზიდენტ ტრამპს, რომ მან მიიღოს მკვეთრი და მკვეთრი გადაწყვეტილებები, მკვეთრი და მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას რუსეთის იმპერიის და მისი შლეგი ლიდერის წინააღმდეგ. საერთოდ პოლიტიკური ელიტის, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა იგულისხმება, პოლიტიკური ელიტის განწყობები, პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მე გადავდივარ საქართველოს საკითხზე, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ქმედებებზე, მიუხედავად იმისა, დამოუკიდებლად იმისა, როგორი არის თავად თეთრი სახლის მთავარმასპინძელი, პრეზიდენტი ტრამპია ის, თუ მასთან შედარებით განსხვავებული, მოდი ასე ვიტყვი, მისგან განსხვავებული პრეზიდენტი ბაიდენი, თუ ბაიდენისაგან განსხვავებული პრეზიდენტი ობამა, ბუში, სხვები, არ აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა, ისევ ტრამპის შემილია პირველი კადენცია ვახსენო, ან კლინტონი, ან ნებისმიერი სხვა. დიახ, ელიტა, კონგრესი, ორივე პალატა, ზედა პალატა და ქვედა პალატა წყვეტს ხშირ შემთხვევაში მიმართულებებს, გენერალურ სტრატეგიულ მიმართულებებს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ცხადია, ეს ელიტაც საზოგადოების განწყობებს ითვალისწინებს და აქ გითხარით, რომ აგე 65, 70, 71, 76, 80% უკრაინის მხარდამჭერია, მეთქი ამერიკის საზოგადოებაში შეუძლებელია ეჭვი შეიტანო ამ ორი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის სისტორიაში, მეთოდოლოგიაში, ველის განსაზღვრაში და ველის სწორად განსაზღვრაში, ჰარვარდზეა ლაპარაკი და ჰარის X-ზეა საუბარი. ეხლა პოლიტიკურ ელიტას დაუბრუნდებით თქვენის ნებართვით, მე ამ ნაწილსაც ეს გამამახვილებ ყურადღებას და მე უკვე სხვა საკითხზე გამამახვილებ ყურადღებას თქვენის ნებართვით. დიახ, უყურეთ, როგორი არის ამერიკის პოლიტიკური ელიტის ორი თვალსაჩინო წარმომადგენელი, იგულისხმება სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, იცით თქვენ რომ არის დემოკრატი, რიში იცით თქვენ რომ არის რესპუბლიკელი. ეს რიში მხოლოდ რესპუბლიკელი არ არის, ის ზედა პალატაში არის პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი საყრდენი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პერსონა და შესაბამისად ტრამპმა სულ რომ მოინდომოს ქართულ ოცნებასთან, ყაველაშვილთან, პრეზიდენტად წოდებულთან, კობახიძესთან, პრემიერად წოდებულთან, ან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადალაგება სულ მინიმუმ 1-3-დან, ორივეზე არც ვიტყვი და საერთოდ მთელ ზედა პალატას და ასევე ქვედა პალატას, ანუ კონგრესს, ბუნებრივია მის აზრს გაითვალისწინებს ეს არ არის მხოლოდ კონგრესმენ ვილსონზე საუბარი, მე ვლაპარაკობ ზედა პალატის წარმომადგენელზე ერთ პირზე, თუნდაც არათუ სხვებზე, დანარჩენ 99-ზე არამედ თუნდაც ჯიმ რიჩზე, რომელიც ამბობს. ნახეთ რას ამბობს. ეს ადამიანებიც გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ არიან, ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბოდიში ეს სხვა არის უკაცრავად.
სენატორებმა რიშმა ხო ეს უკვე კალაძის განცხადება ამაზე ცალკე ვილაპარაკებ ესე იგი ერთად ქონა მონიშნული დღეს სენატორებმა შესაბამისად ესე იგი რიშმა და შახინმა საერთო განცხადებით შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდეს აკი ამიტომაც ვამბობ რომ ტრამპმა პერსონალურად რომს მოინდომოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადაწყვეტვა შეუძლებელი და წარმოუდგენელია რომ არ გაიზიაროს არ მოусმინოს ამ ორ სენატორს და სხვებსაც დასაკვირველია ადმინისტრაციას მოუწოდეს რომ განიხილონ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ბოლოდროინდელში ცხადია ბოლო 2-3 დღის წინანდელები არ იგულისხმება საქართველოს დე-ფაქტო მთავრობის ასეთი სრულიად არაადეკვატური სრულიად არასწორი არადემოკრატიული ანტიამერიკული რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს ანტიამერიკული ქმედებები და ანტიამერიკანიზმით რომ არის გამორჩეული ბიზინა და ბიზინას იღლიის ქვეშ მოქცეული პირები რომ არიან ასე ამით გამორჩეული ესეც ფაქტია და მე კვლავ ვიმეორებ რომ შეუძლებელია რომც მოინდომოს ტრამპმა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგება მათ რიშსა და შახინს და სხვებს რასაკვირველი არ დაეყრდოს არ მოусმინოს და ასე შემდეგ მე გეტყვით რა იგულისხმება ამ უაღრესად საინტერესო სიტყვაში ხო რომ განიხილონ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები განიხილოს ადმინისტრაციამ პრეზიდენტმა ტრამპმა უშუალოდ განიხილოს და ყურადღება მიაქციოს მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მათ შორის განკვირდება და 4 ოქტომბერს როგორც ასეც იყო თუ არა ფორმალისტური კანონის დარღვევა პირების მხრიდან თუ მიერ ვინც 4 ოქტომბერს შეიკრიბა და განსაკუთრებით მივიდა განსაკუთრებით კი არა სწორედაც რომ მივიდა ათოდელზე და პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილის რეზიდენციის ძალით აღება სცადა ფორმალისტური თვალსაზრისით ეს არის კანონმდებლობით თვალსაზრისით ეს არის დანაშაული არ ვკამათობ აი მე გეუბნებით რომ ეს არის დანაშაული და ფორმალისტური თვალსაზრისით უკლებლივ ყველა დასაჯელია რამდენსაც დაიჭერთ დაიჭირეთ მეთქი ამას როგორ გეტყვით მაგრამ ხო აი ესე თქვენი კანონით დასაჯელია მაგრამ საქმე ის არის რომ არსებობს მცირე და არსებობს უფრო დიდი ბოროტება სასწოლის სპინა დავასახელე გუშინ ხო ეს სიტყვა ვიხმარე გუშინ არსებობს მცირე და არსებობს უფრო დიდი ბოროტება მე გეკითხებით და ამ კითხვას აბსოლუტურად გულახდილად მე გეკითხებით უფრო მცირე ბოროტების ჩადენით შეიძლება დასაშვებია თუ არა უფრო გამართლებულია თუ არა უფრო დიდი ბოროტების აღკვეთა მე არც მცირე ბოროტებაზე არა ვარ ყაბულ თანახმა მე არ მგონია რომ სისხლის სამართლის გიბოდიშებთ დანაშაული უნდა ჩაიდინოს კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ კიდევ ერთხელ უნდა თითქოს ვამტკიცებო ხო უნდა ჩაედინა ვინმეს ან უნდა ჩაიდინოს ვინმემ არ შეიძლება ძალადობას და ამათ ძალადობას დაუპირისპირდე ძალადობითო ვინმე მეტყვის და მეც ვიტყვი ამას ოკეი მაგრამ მეორე მხრივ თუ ისინი სახელმწიფოს აუქმებენ რა უნდა ქნას პატიოსანმა მოქალაქემ და უყლებლივ ყველა ვინც იყო იქ ათოდელის ქუჩაზე ხაზს უსვამ და რუსთაველის გამზირზე მით უმეტეს ან და განსაკუთრებით ლიდერები მათ უპატიოსნობაში ვერ დასწამებ ცილს ვერ დაძდებ ბრალს ვერ იტყვი რომ პაატა ბურჭულაძე იქნება ზოდელავა იქნება ლაშაბერიძე იქნება სხვები ისინი არაპატიოსანი არიან ვერ იტყვი დიახ მათ არ უნდა გაეკეთებინათ ეს მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ამ პირობებში ეს ხელისუფლება და შახინიც ამაზე ამახვილებს ყურადღებას თუ რიში ხო ეს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება წოდებული ბანდა არის ის ბანდა რომელიც თავის მხრივ თავისით არ დათმობს არასდიდებით ძალაუფლებას და მცირედი ბოროტება არ მინდა წამცდეს სიტყვა გამართლებულია მეთქი მცირედი არასწორობა გამართლებულია მეთქი ამის წაცდა არ მინდა რომ წამცდეს ეს მაგრამ როდესაც თავად ხელისუფლება ძალადობს და ხელისუფლება რასაკვირველია ძალადობს ქვეყანაზე ინდივიდზე საზოგადოებაზე სამშობლოზე არ ვიცი წარსულზე მომავალზე და ასე შემდეგ შესაბამისად ახსნადია რატომ მივიდნენ არას გამართლებადი არამედ ახსნადია რატომ მივიდნენ შეცდომა დაუშვეს მაგრამ მივიდნენ ისინი ანტონელის ქუჩაზე არ უნდა გაეკეთებინათ კიდევ ერთხელ ვამბობ მაგრამ მაინც ესეც კი არ უნდა დაეკეთებინათ მით უფრო რომ კრიტიკული აზროვნება არც ერთ მათგანს არ აკლია მაგრამ ასე უფრო ფართო კუთხით უნდა შეეხედათ მოვლენებისათვის და უნდა ეფიქრათ რომ ჩვენში დარჩეს და
იქნება და FSB დინარაძე არა FSB მე უკასრავა სიტყვისთვის მიჩალიჩებს რომ მე და მაშვებინოს შეცდომა და უკვე შემდგომ მე ამიყვანოს აგი ამას ამბობდა კიდეც ბანდიტი ირაკლი კობახიძე სიურპრიზს უმზადებთო უკაცრავად ეგრამაგის დიდ სიურპრიზს უმზადებთო ეგრამაგის პასუხია თუ წინასწარ არ იცოდით რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიდიოდნენ და დემონსტრანტთა ნაწილი ასაღებად მაშინ შენობა რომელიც არასოდეს არ დაგიცვიათ ახლა რატო იყო გამოტენილი გედედეთი ესე იგი თქვენ გქონდათ ინფორმაციების თაობაზე რომ დანაშაულს არ შეცდომას ჩადიოდა ჩაიდენდა 4 ოქტომბრის რევოლუციონერთა ერთი ჯგუფი და შესაბამისად დანაშაულის პრევენცია კი არ მოახდინეთ, კი არ აღკვეთეთ, არამედ დააშვებინეთ შეცდომა, ჩაადენინეთ ეს დანაშაული იმისთვის რომ მე ბრახ და დაგეჭირათ და დანაშაული ასევე არის დანაშაულის შეუტყობინებლობა, ანუ სამართალდამცავ ერთ სტრუქტურას, იმავე სტრუქტურას საკუთარი თავისთვისვე უნდა ეთქვა, რომ მე გატყობინებ შენ ან ერთ ჯგუფს ხელისუფლების ერთ შტოს უნდა ეთქვა მეორე შტოსთვის ერთ უწყებას მეორე უწყებისათვის რომ მე გატყობინებ შენ რომ აქ რაღაც სისხლის სამართლის დანაშაული შეიძლება იყოს ჩადენილი და მოდი აღკვეთე წინასწარ სიურპრიზი კი არ მოუმზადო დემონსტრანტებს არამედ აღკვეთე წინასწარ დიახ მათ დააშვებინეს შეცდომა არ აღკვეთეს პრევენციულად დანაშაული და თავად ამით ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, ვინც სახელმწიფოზე ზრუნავს, ვინც სახელმწიფოსთვის არის, ვინც სახელმწიფოზე ფიქრობს, ის დანაშაულს წინასწარ აღკვეთს. ამ ლოგიკით, თუ ეს ასე არ არის, ხვალ ვიღაც რომ გქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კი ბოდიშებ ცხადია, რომ ბრახ და გააგორებეთ, მნიშვნელობით გააგორებეთ ირაკლი კობახიძეს. მე ოპოზიციონერ ჟურნალისტს, ოპოზიციონერ მოქალაქეს კრიტიკულად განწყობილს ქართული რუსული ოცნების მიმართ რა მაქვს უნდა დავხუჭო თვალები და უნდა ვთქვა რომ გაუგორებიათო თუ უნდა მივიდე და უნდა ვუთხრა სამართალდამცავს რომ იცი რა არის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმის თაობაზე ირაკლი კობახიძეს ბრახ და დაბრიდავენ რა უნდა გავაკეთო მე წესით უნდა წავიდე და გავაკეთო შემდეგი უნდა მივიდე არ ვიცი ადმინისტრაციაში არა უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროში გეკაჯეკასთან ხო, პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროში უფრო და მაუთხრა რომ მე მიუხედავად იმისა რომ ვარ კრიტიკულად განწყობილი თქვენი და თქვენი პრემიერად წოდებულის მიმართ, მე არ ვარ მომხრე რომ ვინმე იყოს მოკლული და მე გეუბნებით თქვენ რომ აი დაბრიდავენ ირაკლი ბრიდავენ ესე ვიცი მე შეიძლება ტყუილია შეიძლება მართალია გადაამოწმეთ ირაკლი კობახიძეს და წინასწარ გატყობინებთ. იმიტომ რომ მე რო ეს არ გავაკეთო და ემანდ ვიღაცამ რომ დაბრიდოს მართლა მე მათ შორის დასასჯელი ვიქნები დანაშაულის შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო და პრევენციულად უნდა აღკვეთოს, სწორედაც უნდა აღკვეთოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს შესაძლო არ გარდაუვალო შესაძლო დანაშაული. აქედან გამომდინარე, ვინც წინასწარ იცოდა ხელისუფლებად წოდებული ბანდიდან რომ ჯგუფი 4 ოქტომბრის რევოლუციონერთა ჯგუფი ჩაიდენდა ამ დანაშაულს ამ შეცდომას დაუშვებდა ნაკლებ შეცდომას და ნაკლებ ბოროტებას აქვე ვიტყვი ვიდრე საერთოდ ქართული ოცნების მართველობაა როგორც ასეთი შეუტყობინებლობისათვის და ეგრეთ წოდებული სიურპრიზისათვის და ეგრეთ წოდებული პრევენციული ზომების დანაშაულის არაღკვეთისათვის ისინიც დასასჯელნი არიან. ხაზგასმით გავიგეთ? გასაგებია? აი ამაზეც ამახვილებს ყურადღებას ორი სენატორი, ისინი გაამბობენ ეუბნებიან ტრამპს, იმ ტრამპს, რომელსაც უკრაინის კონტექსტში ენდობა ამორჩეველთა უმრავლესობა, რომ განიხილეთ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებიო და ეს არის სიმართლე. ახლა კი შალვაია რუსს პაპუაშვილზე უნდა ვთქვა, ერთი ამბავი უნდა გითხრათ, არა ვარ ამ რასაც გეტყვით ახლა ამის ავტორი, არც თან ავტორი, მაგრამ ფრიად მომეწონა აზრი იმის თაობაზე, რომ ყოველი წლის 4 ოქტომბერს ჩვენ გამოვიდეთ ხოლმე ქუჩაში და დაწესდეს, აქ ცოტა არასწორად წერია ჩემი მოსაზრებით, მაგრამ მაინც 100,000 მებრძოლის დღე. 100,000 მაინც ხო ვიყავით უსტაველის გამზირზე 100,000 მებრძოლის დღე და ყოველი წლის სამოგიდებლად იმისა ესენი იქნებიან ხელისუფლებაში არ იქნებიან ჩვენ 100,000 მებრძოლის აი მოწამის დღე ხო გვაქვს 4 ოქტომბერი იყოს არა საეკლესიო რა საკვირველია მაგრამ საერო დღესასწაული 100,000 მებრძოლის დღე თუ გნებავთ სხვა დღე იყოს უფრო მეტად
მაგრამ რაღაც ამ დღეებს ძეგლი გადახდიონს აქვს ხო? ამ დღეებს ძეგლი უნდა ავუგოთ, ამ ერთ წელიწადს ძეგლი უნდა ავუგოთ. ახლა კი მართლაც რომ შალვა პაპუაშვილზე მე მთელ ტექსტს აგიკითხავთ, არ ვიცი. ბოდიში არა. მთელ ტექსტს აგიკითხავთ. ყველა კითხულობს ამბობს შალვა პაპუაშვილი, პაპუ, როგორია? ეს კაცი იცით, აი სხვადასხვა მეგობრად ჩვენ 4 ფეხა მეგობარს ადარებენ ხოლმე, ან შეიძლება არა მეგობარს, მაგრამ მაინც. მე პერსონალურად არა ვარ მაინც და მაინც ამგვარი რაღაც შედარებების მომხრე, მაგრამ სულ მგონია რომ ახალ გამოსულია ყველა პატივისცემა ყველას, ვინც მიწაზეა მიჯაჭვული და შრომობს კახეთში იქნება ეს თუ სხვაგან, აი კახელია შალვა პაპუაშვილი, სულ მგონია რომ აი კახეთის რეგიონიდან ახალ გამოსულია მზედაცხუნები, ხო, გაშავებული, გაუბედურებული და ბუნებრივად არაცუდი კონოტაციით დაღორილი, ახალ ნაშრომი და ტორილი თუ დაკოტიტებული ტორებით რაღაცა და აი სულ მგონია რომ რაც გონი იმას არ ვიტყვი თქვენის ნებართვით, ხო? სულ მგონი ხო შევცვალოთ. სულ მგონია რომ მიიწევს ალაზანისკენ, რათა გაგრილდეს. წყალი გადაივლოს. მივიხდეთ ხო რასაც გულისხმობთ. მოკლედ ყველაფერი იცოდაო, ამბობს შალვა პაპუაშვილი. იცოდნენ რომ 4-4 საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და 4-4-შივე უნდა დაემთავრებინათ. აბზაც გავივლი. მე მივდიოდი 4-ში პერსონალურად მე რა ხაი ყველაში მეც შევდივარ. ვიყავი რუსთაველზე შალვაია. 4-4 საათზე მივდიოდი ხელისუფლების დასამხობად და 4-შივე უნდა დაემთავრებინათ. არა, ეს ამას ამბობდნენ ორგანიზატორები, მე არ მეგონა რომ ხელისუფლება დაემხობოდა. გულახდილად გეტყვით 4-4 საათზე, მაგრამ მეტი ბოროტება რომ უნდა დაემხოს, იმიტომ რომ თქვენ არ მიდიხართ არჩევნების გზით, არ წახვედით 26 ოქტომბერს და არც მომავალი არჩევნებზე 28-ში მაგალითად ხო, ან 26-ში ამ მნიშვნელობა არ აპირებთ წასვლას, ხო, აქედან გამომდინარე სხვა გზა, სხვა ხსნა ქართულ ხალხს არ გააჩნია. ამიტომ 4-ში 4 საათზე დასამხობად მივდიოდი მეთქიტყვილი იქნება, მაგრამ მივდიოდი სწორედ იმიტომ, რომ ყოფილიყავი ერთი იმ 100,000 კაციდან თუ მეტიდან, ვინც გამოვიდა და ვინც თქვენ გეუბნებათ და მომავალშიც გეტყვით არას. იცოდა პოლიტიკოსმაც და იცოდა NGO-შნიკმაც, დიშოვი ტექსტი, პანზი ტექსტია, ხო? იცოდა ახალგაზრდამაც და ხანტაზმულმაც, ცოდნემაც და უცოდინარმაც, ეს კარგად ვერ გავიგებთ, უცოდინარმა როგორ იცოდ. თითოეულმა იმ რამდენიმე 1000 ადამიანი და რამდენიმე 1000 არა, რამდენიმე 10,000 სჯობდა, ვინც თავისუფლების მოედანზე იდგა, ზოგი რუსთაველზე იდგა, ეგრე მაგის პასუხია, იცოდა იქრისთვის მივიდა და იცოდნენ რომ ხელისუფლებაზე მეტად საკუთარი ქვეყნის მომავალს ამხობდნენ. დავიგინო რომ ქვეყნის მომავალს არ ვამხობდით ჩვენ, დავიგინო ბოდიში, ხო, რომ თქვა რომ პირიქით ჩვენ ქვეყნის მომავალ საფუძველს ვუყრიდით, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელი არჩევნებით და რაც შეეხება რევოლუციით, ხავერდოვანი არა კანონიერი, არამედ კანონიერი მშვიდობიანი რევოლუციით შეცვლა გარდაულად აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედაც რომ ქვეყნის მომავალი გამოვჭედოთ, შევქმნათ, გამოვძერწოთ და უზრუნველ ვყოთ. ისინი იქ მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად და 4-4 საათზე იმ ადგილას შედგა რამდენიმე 1000 ადამიანის სახელმწიფოს ხალატის კოლექტიური აქტი და თუ რამდენიმე 1000 ადამიანის სახელმწიფოს ხალატის კოლექტიური აქტი შედგა, გამოდის რომ თქვენ აპირებთ შექმნათ 100,000 კაციანი ციხე, იმიტომ რომ 100,000 კაცზე ნაკლები არ იყო და თუ დაიჭერთ პირველ 10,000 აუცილებლად გამოჩნდება მეორე 10,000 რომელიც იტყვის თავისფრივ მე ვარ სპარტაკი, ანუ მე დამიჭირე თუ ანუ გამოჩნდებიან ცოტნე დადიანები, ჩვენ სინამდვილეზე თუ ვილაპარაკებთ და ისინიც მიუსხდებიან მეორე პირველ 10,000 თუ მეორე 10,000 და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ მოგიწევთ 100,000 კაციანი ციხის აშენება და 100,000 კოლექტიური დამხობის ჩაყრა საპატიმროში. რამდენი სალატის კოლექტიური აქტი და გახდა ყველა ერთი კოლექტიური მურთას ზოდელავა. არა, ჩვენ ინდივიდები ვართ, მურთას ხურცილავას შუაში და ზოდელავას ვაკრიტიკებთ ხშირად, ან ვეთანხმებით ხშირად, ეს არ არის პრობლემა, ისევე როგორც ჩვენ ინდივიდები და მოქალაქეები ვამბობთ იმას, რომ თქვენ არ მიდიხართ არჩევნების გზით და თქვენ ხართ რუსული მთავრობა და რუსეთის კოლაბორანტები, რუსეთთან შეკრულები, რუსეთის მსტოვრები, თუ მსტოვარები, რომელია სწორი, რუსეთის მსტოვრები ალბათ.
ხო თუ ხრჩებით ხელისუფლებაში ძალაუფლებაში ხო და თქვენ ხართ რეალურად მოსკოვის წარმომადგენლობა არა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა არამედ რუსეთის მოსკოვის წარმომადგენლობა როგორ უნდა გებრძოლოთ ჩვენ გარდა ხავერდოვანი და მშვიდობიანი რევოლუციის გზის არჩევისა ახლა უკვე ჩავლილზე და შემდგარზე თავის მოსულელებას ვამბობს შალვა ებაპოლაშვილი არ ვიცოდი და არ მეგონას ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს ქართველი ხალხით სახელით ლაპარაკის უფლება ვის და შალვა პაპუაშვილს არც არავის მაგრამ შალვა პაპუაშვილს მით უმეტეს არ აქვს ის ქართველი ხალხი რომელიც 4-4 საათზე შეკრებილი ქვეყნის დამამხობლები საარჩევნო ყუთებთან დაამარცხა არ მიუღია ამ ქართველ ხალხს მონაწილეობა ამ არჩევნებში რით ვერ გავიდა ამ თქვენ შევიდა ამ თქვენ რუსულ ბაჭკებში 4 ოქტომბერი უნდა ადრე თუ გვიან უნდა დაწესდეს ქართველი ხალხის 100,000 კაცის ბრძოლის დღე შესაძლოა სხვა დღე მაინც და მაინც 4 ოქტომბერზე კი არა ვარ ჩაციკლული მაგრამ მაინც და რუსებთან შებრძოლების კიდევ ერთ დღედ რომელიც ეს ბრძოლა წარმატებით არა დასრულდა ამას ვამბობ ღიად ვამბობ შეცდომა იყო თუ არა პრეზიდენტად წოდებულის ადმინისტრაციისაკენ დაძრა და შტურმით მისი აღების მცდელობა იყო შეცდომა ორგანიზატორებისა პირველ ყოვლისა არიან თუ არა ისინი პატიმრები პოლიტიკური პატიმრები ბევრს უჭირს ამის თქმა და მე ვამბობ აი არ მერიდება მე ვამბობ რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები მიუხედავად იმისა რომ სამართლებრივი ფსევდოსამართლებრივი ან სამართლებრივი თუ გნებოთ ასე ვიტყვი თვალსაზრისით მათ რაღაცა საქმე მუხტს მიუყენებ განა არა არ ვიცი რაღაც 457 მუხლის 450 ბ ქვეპუნქტის ა ქვენაწილი ხო მიუყენებ რაღაც სამშობლოს ხალატი გადატრიალების მცდელობა რაღაცეებს მე 25 წლიანი 9 წლიანი 12 წლიანი არ ვიცი რამდენი მაგრამ უყურეთ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უმცირესი ბოროტება როცა ებრძვის უდიდეს ან უფრო დიდ ბოროტებას ეს უმცირესი ბოროტება გაგიკვირდებათ ბოროტება ან შეცდომა მოდი ასე ვიტყვი არის ინდულგირებული კანონს როგორც ასეთს არ ღვევდა ყოველთვის მათ შორის ბიზინა ივანიშვილის არ ღვევდა განა არა 2012 წელს მაგალითად ესე ფორმალისტურ კანონს ხო ბიზინა ივანიშვილის დასაჭერი იყო მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ვინმეს რომ დაეჭირა პოლიტიკური ოპონენტი ჩვენ ამ იმ დაჭერას მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებულს რასაკვირველია გავაპროტესტებდით იმიტომ კი არა რომ ეს ჭორბილური კილო კავი მოგწონდა ან ბიზინა ივანიშვილის სიქაჯეს ვერ ხედავდით არამედ იმიტომ რომ არ იქნებოდა სწორი არ მინდა შემეშალოს 80 მილიონი რომ დაუყადაღეს ხო მე ვიყავი ავიც პირველ 200-ულში ვინც თქვა რომ არ შეიძლება ამის გაკეთება მეთქი და კი ამიტომაც რომ არ შეიძლებოდა იმიტომაც წააგო მიხეილ სააკაშვილო მაგრამ განაგრძო ერთ-ერთი მიზეზი ყოველ შემთხვევაში განაგრძო ეს რეპრესიები ბიზნესის წინააღმდეგ და ვინც რეპრესირებულია მის მიმართ ემპათია ბუნებრივია მეტია უსამართლოდ რეპრესირებული მის მიმართ ემპათია მით უფრო მეტია ბიზინა იმ შემთხვევაში კონკრეტულ кейსუკაში იყო უსამართლოდ რეპრესირებული და ოღონდ კანონს რაღაცას ბიზინას კი არა ბიშას მიერ მოგონილს აღარ მახსოვს ის თუ არ ვწდები ანტენების თემა იყო შესაძლოა ანტენების თემა კიდე ცალკე იყო ის მასტკერი მასტოფერი ხო აი ეს ანტენების დაყადაღება რაღაც სიგიჟეები რომელსაც ჩადიოდა წინა ხელისუფლება დასალიერზე ხო და ვაპროტესტებდით მე გაგაცნობთ აი მე გაგაცნობთ ათეულობით ადამიანს ვინც ქუჩაში იდგა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ამათ გაცილებით დიდ დანაშაულებზე ქვეყნის წინაშე და აქაო და მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნდესო და კიდე რაღაც სისულელები არ ჩაიდინოსო მე და ჩვენ და ბევრი მოქალაქე სწორედაც რომ მარადიულ პროტესტში ვართ ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება ჩამჩით მიირთმევს არ მისართმევს ასე გეტყვით და ვინც მოერგო წინა ხელისუფლებას მერე გადმოპორტირდა ახალ ხელისუფლებასთან და მოერგო უკვე ანუ რაღა ახალ უკვე 13 წლის 14 წლის ხელისუფლებასთან გადმოპორტირდა ის ჟურნალისტები მათ შორის პრესკონფერენციაზე ოქტომბრის რომელიღაც რიცხვში 11-ში თუ არ ვწდები ბიზინა ივანიშვილს რო ეკითხებოდნენ პირველი პრესკონფერენცია რო გამართა თქვენმა პინგვინმა ბუტრინებ ცხადია ბეღურა შეჭამა აი ეს კითხვები რომ ისმოდა მის პრესკონფერენციაზე ტრიპოლსკი რო ეჯდა გვერდით მეს ვიყავი პრესკონფერენციაზე და მე აისაფის ოპერაციაზე რა მაკითხინა ახლა რო ვფიქრობ რა აისაფი ტიპი გაცხადებული მტერია ხო ეს ჟურნალისტები ხა სად არიან როგორ გონიათ ბატონო ივანიშვილო ახლა თუ მისმენთ და არ მისმენთ მაგალი ალბათ ვით მაგრამ მაინც თქვენს ხელისუფლებაში არიან
თქვენს ხელისუფლებასთან არიან შემოტენილნი პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ღირებულებები არ იცვლება და ბიზინა ივანიშვილი გადავედი ხა სხვა თემაზე, ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება რაღაცა არ მიდის და ბროტებას ჩადის საქართველოს და საქართველოს ისტორიის აწყოსა და ბაბავლის წინაშე ნებისმიერი ქმედება მის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ არის ნაკლები დანაშაული, მოდი ასე გეტყვით, ვიდრე დანაშაული, რომელიც ჩაიდინა უკვე და რომელსაც ჩაიდენს მომავალში ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად. აი ახლა როგორც გინდათ ისე გაიგეთ, ხოლო შალვაია პაპუაშვილი რუსია, ხო, პაპოვია გვარად, რას ბოდავს, ეს იბოდოს ირაკლი ზარქუას გასაგონად, ხო? პაპუაშვილი, რომელიც გებელსის ამას ვინწერს აღარ მახსოვს, ჩვარცდები თავდგირიძე, პოლკოვნიკი, პაპუაშვილი გებელსის ჩინური ვერსიაა, ისეთივე გარეწარი და ყველაფრის მკადრებელი, როგორიც იყო ბოდიში, ისეთივე გარეწარი და ყველაფრის მკადრებელი, მაგრამ დაბალი ხარისხის ჩინური, ხო, ასე ამბობენ ხოლმე, რეპლიკაო, ასია ეს, ბატონებო, ასია ეს. და როცა პრეზიდენტი ტრამპისთვის დადგება ჟამი საქართველოს წუნთები, საათებს არ დაუთხრობს, წუნთები საქართველოზე ფიქრისა, პრეზიდენტი ტრამპი უთუოდ ნახავს, რას ჩადიოდა და რას ჩადის ბიზინა ივანიშვილი და მიწიდან ახალ თავმოყოფილი პოლკოვნიკი შალვა პაპუაშვილი. ნახვამდის.